პატარა ჩასწორება მინდა გავაკეთო ჩემი კონსულტაციასთან დაკავშირებით. როდესაც ადამიანი ჩემთან მოვა კონსულტაციაზე მაგალითად და გადაწყვიტა რიტუალის გაკეთება. ან არ გადაწყვიტა რიტუალის გაკეთება. თუ თქვათ ადამიანი ჩემთან 10 დღის მერე ეხლა მე 11 დღეს მთლად არა, მაგრამ 2 კვირის მერე, 3 კვირის მერე მოვა, რიტუალის გასაკეთებლად აუცილებლად უნდა გაიაროს ხელახალი კონსულტაცია. ადრე ჩემთან ესე იყო, რომ როდესაც ადამიანი მოდიოდა, კი ვეუბნეოდი, რომ ეხლა გაიარეთ კონსულტაცია, თუ თქვათ 25 დღეში მოგინდებათ რიტუალის გაკეთება, მე კონსულტაციის თანხას კიდევ ერთხელ არ გადაგახდევინებთ, მობრძანდით ჩემთან პირდაპირ რიტუალზე. მაგრამ თუ 25 დღე და მეტი დაგჭირდებათ, რა თქმა უნდა, ეხლა ერთი თვის მერე უნდა გადაიხადოთ კონსულტაციას საფასური და შემდეგ რაც თქვენ გინდათ. მაგრამ მოხდა ხოლმე ესეთი შემთხვევები, რომ ადამიანი მოვიდა ჩემთან კონსულტაციაზე, შემდეგ მოვიდა 25-30 დღის შემდეგ და რიტუალზე მოვიდა ძალიან ბევრი რამ. რატომ? იმიტომ რომ დედამთილმა გაუკეთა ჯადო. რაც მერე კამერით დადასტურდა, იმიტომ რომ დედამთილი შევიდა საძინებელში, ლეიბის ქვეშ თუ მატრასის ქვეშ დაუდო რაღაცა ნივთები, ნემსი გაუკვეხა, რა ქვია მაგას მატრასში, აიღო მისი ნივთი, ტანსაცმელი, მაისური და გაიტანა. ამ გოგონას ძალიან ბევრი რაღაცა ცუდი ამოუვიდა და შემდეგ კიდე სხვა რიტუალები გაუხდა გასაკეთებელი. ამიტომ მე კატეგორიულად ამის მერე შევცვალე ჩემი მიდგომა, იმიტომ რომ თქვენ რო ჩემგან წახვალთ და ერთი თვე დაიკარგებით ხო სიტყვაზე, მე არ ვიცი თქვენ ვინ რას გაგიკეთებთ, იმიტომ რომ ჩემთან მოდის მძიმე ჯადოს ხალხი ძირითადად 80% ჩემთან უბრალო ადამიანები თითქმის კი მოდიან, მაგრამ უფრო მძიმე ხალხი მოდის ჩემთან, იმიტომ რომ ალბათ ვერ მოიხსნეს მთელი ცხოვრება ვერსად და მძიმე ხალხი მოდის. ამიტომ მე იცით რომ მუშაობს საოცარი პატიოსნობით, ამიტომ ზედმეტი რამე რომ არ გამეპაროს, ჩემთან მოსვლის შემდეგ თუ 10 დღის განმავლობაში მაქსიმუმ მოხვალთ, კონსულტაცია აღარ დაგჭირდებათ. მაგრამ თუ 10 დღის და შემდეგ მოხვალთ, რიტუალისათვის უნდა გაიაროთ ხელთავიდან კონსულტაცია. ისევ ისე თქვენი ჯიბისათვის და ისევ ისე თქვენი უსაფრთხოებისათვის.